საფარქვეშ ჯონ დევირი თავი მე-11 მორჩილება და დაქვემდებარება შესაძლებელია ვემორჩილებოდეთ მაგრამ არ ვექვემდებარებოდეთ დაქვემდებარება საკმაო გაუგებრობას იწვევს მორწმუნეთა შორის მომდევნო სამთავში ამ რთულ საკითხებს განვიხილავთ ბოლო 35 წლის მანძილზე როცა საფარქვეშ ყოფნის თემაზე ვასწავლი გამუდმებით ვისმენ შემდეგ კითხვებს მორჩილება პირობითია? რა იქნება თუ ჩემი წინამძღოლის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები? რა იქნება თუ ძალაუფლებაში მყოფნი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ? რა უნდა ვქნა როცა ხელისუფალი რაიმე არასწორის ჩასადენად მიბიძგებს? სად უნდა გავავლო ზღვარი? ამ შესანიშნავ კითხვებს პასუხს გავცემთ. თუ ძალაუფლებას სრული გაბედულებით ვექვემდებარებით. დასაწყისისთვის ებრაელთა წერილს მივმართოთ. მოусმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არ აკვნესით, რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის. ებრაელთა მე-13 თავის მე-17 მუხლი. ავტორი გამორჩეულად გვარიგებს ორ რამეში. პირველი, დავემორჩილოთ ზემდგომებს და მეორე, დავექვემდებაროთ მათ მმართველობას. ეს ორი განსხვავებული მიმართულებაა და სწორედ აქ იბნევა ბევრი მორწმუნე. შესაძლებელია ვემორჩილებოდეთ ზემდგომებს, მაგრამ სულაც არ ვექვემდებარებოდეთ. ამის ასახსნელად პირად მაგალითს გაგიზიარებთ. გამოუკვებავად დარჩენა. როგორც ერთ-ერთ წინათავში ვახსენე, 20 წელზე ცოტა მეტის ვიყავი, როცა საინჟინრო ასპარეზზე ხანმოკლე კარიერის შემდეგ შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილის ერთ-ერთ დიდ ეკლესიაში მსახურებას შევუდექი. იქ 4,5 წელი ვიმუშავე პასტორის პირად ასისტენტად. ეს პოზიცია ითვალისწინებდა პასტორისა და მისი მეუღლის პირადი საკითხების მოგვარებას და მათი ბავშვების მიხედვას. შესანიშნავი სასწავლო გარემო იყო და პირველ წელს მეტისმეტად მადლიერი ვიყავი ღვთისა, რომ მის სამეფოში ამ ადგილას მუშაობის უფლება მომცა. მახსოვს როგორ ვფიქრობდი, უნდა გადავუხადო, რომ ამის გაკეთების უფლება მომცა. გარკვევით მახსოვს, როგორ ვიჯექი ერთხელ სუპერმარკეტის საპარკინგო მოედანზე მთელი მისი ოჯახისთვის საჭირო სურსათის შეძენის შემდეგ და ვტიროდი. ჩვენს ეკლესიაში 8,000 ადამიანზე მეტი დადიოდა. რატომ მერგო მაინც და მაინც მე ასეთი პრივილეგია? ეს თაფლობისთვის პერიოდი დაახლოებით 1 წელს გაგრძელდა და შემდეგ ჩაქრობა დაიწყო. თავდაპირველად შეფარვით, შემდეგ კი სწრაფი დაღმასვლით. რაც უფრო ახლოს ვიცნობდი მათ, მით მეტ ნაკლს ვამჩნევდი. სიახლისა და აღტაცების გრძნობა შესანიღბად აღარ ვარგოდა. ადვილი არ იყო იმაზე ფიქრების თავიდან მოშორება, რის მოწმეც ვხვდებოდი. დიდი ხანი არ გასულა, რაც ეს სახებები ძალიან მომრავლდა. სხვადასხვა საქმეების მოგვარების, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების გზებთან დაკავშირებით მეტი უთანხმოება მქონდა, ვიდრე თანხმობა. ისეთი მწვავე კომენტარები კეთდებოდა, რომ კორპორაციულ ამერიკაში გაგონილს არაფრით ჩამოუვარდებოდა. თუ საქმე თანამშრომლებზე მიდგებოდა, ვიცოდი, რომ ბევრი დრო არ დასჭირდებოდა მათ გათავისუფლებას ან იძულებას, რომ თავისით წასულიყვნენ. ხშირად მათ ნაცვლად ისეთები მოდიოდნენ, რომელთაც ტკბილმოუბარ მატყუარებად ვთვლიდი. ბევრი ახალმოსული მენეჯმენტის ან სხვა საკვანძო პოზიციაზე ინიშნებოდა. ჩანდა, რომ ჩემს პასტორს ასეთების საზოგადოებაში ყოფნა უფრო მოსწონდა, ვიდრე ღვთისმიერი ადამიანების შემოგრება. ის იცინოდა და ხითხითებდა მათ უმარილო შენიშვნებზე, მაგრამ გულწრფელი მორწმუნეებით არათუ არ ინტერესდებოდა, გაურბოდა კიდეც. მაფიქრებდა მისი საქციელი და მალე გაკრიტიკებაც დავიწყე. სხვა შეუსაბამობებიც არსებობდა და არც ერთი მათგანი არ გამომრჩენია. ეს ხომ საერთაშორისო მასშტაბის მსახურება იყო, რომელიც მეტისმეტად ჩანდა შეერთებულ შტატებში. ყველა სახის პროგრამა დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, რომ მექანიზმს გამართულად ემუშავა. თანამშრომელთა რიცხვი 250-ს აჭარბებდა და ყველაფერი სრულიად თანამედროვე იყო. არსებული პროგრამებისა და სამომავლო იდეების განხორციელებისთვის საჭირო ფულის მოზიდვაში დასახმარებლად კონსულტანტები მოჰყავდათ. მე ვიყავი მათ განთავსებაზე პასუხისმგებელი. უბრალოდ მათთან ყოფნაც საკმარისი იყო, რომ ჩვენს პასტორთან გამართული საუბრების შესახებ გამეგო. ჩემს თავს კითხვას უსვამდი. ეს მომგებიანი ბიზნესია თუ მსახურება? რაც უფრო მეტი მესმოდა, მით უფრო ვიყავი დარწმუნებული. აქ ცდუნებას აქვს ადგილი.
ამ ადამიანებს მართლა ედარდებათ ხალხი თუ ფულის საკეთებლად არიან მოსულები? რატომ მოსწონს ჩემს პასტორს მათ საზოგადოებაში ყოფნა? მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემ გვერდით იყვნენ ასევე კრიტიკულად განწყობილი მეგობრები. გამორჩევით მახსენდება ერთი წყვილის სახლში გამართული სადილი. კაცებმა პირდაპირ განვაცხადეთ ჩვენი მოსაზრებები პასტორსა და მის მეუღლეზე. მსჯელობდით, როგორ ვერაფერს ვიღებდით მსახურებიდან. მახსოვს, როგორ ვთქვი. ბოლოს 6 თვის განმავლობაში არაფერი მიმიღია კათედრაზე წარმოთქმული სწავლებიდან. ყველა ერთ აზრში ვიყავით ჩემი ცოლის გარდა. ის ჩუმად იჯდა. ხშირად მეორდებოდა ერთი განცხადება. უკვე ვეღარ ვიკვებებით. ყველანი შევთანხმდით, რომ ამ ეკლესიაში მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა. ძალზე სულიერი განწყობა გქონდა და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ღმერთი თავად დაგვაყენებდა სხვა მსახურებაზე. ამგვარი თავდაჯერებულობის გრძნობა საერთო იყო. ყველანი ვფიქრობდით, თუ რამალე დასრულდებოდა ჩვენი საქმიანობა აქ და დაწინაურება არ დააყოვნებდა. პრობლემა ჩემში იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ვლოცულობდი და ღმერთმა თავისი მოწყალებით გამახსენა საკითხი, რომელზეც მეგობრის სახლში ვიმსჯელეთ. ფრაზა გამოუკვებავად დარჩენა იმ საღამოს არ იყო გამოკვეთილი, თუმცა ზუსტად ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებდი ცოლთან საუბარში, როცა ბოლო 6 თვის მანძილზე ყოველი მსახურებისას ჩვენი პასტორის სწავლებას უსმენდით. როცა ჩემს სულიერ შიმშილზე ვფიქრობდი იმის გამო, რომ ვერ ვიკვებებოდი, სულიწმიდამ მტკიცედ მომცნო. პრობლემა პასტორში არ არის, პრობლემა შენშია. ელდამეცა და ლამის ურწმუნოებით ვთქვი. ნუ თუ ღმერთი ამას მეტყოდა. წარსულშიც მქონდა შესწორების შემთხვევები და ხშირად შევჩერდებოდი ხოლმე, რომ გაგონილი სიზუსტეზე დაუფიქრებულიყავი. გონება კითხვას სვამდა. დარწმუნებული ხარ, რომ ეს მე მეხება? სულიერი მოწიფულობისას ამგვარი კითხვები ნაკლებად ისმება. ვინაიდან ვხვდებით, რა ცოტა ვიცით რეალურად და რამდენად გვჭირდება გაზრდა. კითხვა ხმამაღლა წარმოუთქვი. რატომ არის პრობლემა ჩემში? უფალმა მიპასუხა. იმეორებ, რომ არ ხარ გამოკვებილი. ესაიას წიგნი ამბობს, თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლად შეჭამთ. მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ. ესაიას პირველი თავის 19 და 20 მუხლი. წმინდა წერილი საკმაოდ კარგად ვიცი და გავაპროტესტე. მე ძალზე მორჩილი ვარ. სულიწმინდა შემეწინა აღმდეგა. შენ ემორჩილები ყველაფერში, რასაც მსახურებაზე გავალებენ. მაგრამ მე არ მithქვამს, თუ დამემორჩილებით მიწის დოვლად შეჭამთ. მე ასე ვთქვი, თუ მოინდომებთ და შეისმენთ. მონდომებას კავშირი აქვს შენს დამოკიდებულებასთან, რომელიც ყარს. შემდეგ მან გამახსენა, რომ ზეციდან შობამდე სკოლის დამამთავრებელ კლასებში ერთი საყვარელი ტელეგადაცემა მქონდა, რომელიც 4 შაბათს საღამოს გადიოდა და ბარეტა ერქვა. ეს იყო დეტექტიური შოუ ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკზე. ნაგვის გადაყრის დღედ 5 შაბათი დაწესდა და მანქანა დილით ადრე მოდიოდა. ეს საქმე მე მევალებოდა, რადგან ოჯახში ერთადერთი ბიჭი ვიყავი. ყოველი კვირის 4 შაბათს საღამოს, როცა გადაცემის კულმინაცია დგებოდა და ბარეტა მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებდა საქმის გასახსნელად, დედას მაშინ მოუნდებოდა ჩემთვის კითხვის დასმა. შვილო, ნაგავი გარეთ გაიტანე? როგორც წესი, ჩემი პასუხი იყო ჯერ არა. დედა მეუბნებოდა, მინდა რომ ადგე და ახლავე გაიტანო ნაგავი. მეც ვპასუხობდი, კარგი დედა. შემდეგ ვდგებოდი და გამქონდა. ვინმე ჩემს აქციელს რომ დაკვირვებოდა, მორჩილებას დაინახავდა და მართალიც იქნებოდა. ის ასევე იფიქრებდა, რომ მე მინდოდა ამის გაკეთება, მიუხედავად ამისა, ჩემთვის ვდუდღუნებდი. არ მჯერა, რომ ყოველთვის მაშინ მთხოვს ნაგვის გატანას, როცა ჩემს საყვარელ გადაცემას ვუყურებ. არ შეუძლია 10 წუთის მოთმენა სანამ დამთავრდება. სულიწმინდამ მითხრა. მორჩილი იყავი და ისე ჩანდა, თითქოს გულით აკეთებდი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. შინაგანი დამოკიდებულებებით სულაც არ მოგწონდა. მიზეზი რის გამოც არ ხარ გამოკვებილი, არ ჭამ ჩემი სამეფოს დოვლადს. არის მორჩილება, რომელსაც არ ახლავს შენი სურვილი. დავინახე, როგორ მიმიყვანა სულიერი შიმშილობის საშიშ ადგილამდე ჩემი პასტორის მიმართ დამოკიდებულებამ. ებრაელთა მე-13 თავის მე-17 მუხლი. ასეთი სიტყვებით სრულდება, რადგან ეს სასარგებლო როდია თქვენთვის. თვალები ამეხილა. ყისვე მოვინანიე. მომდევნო კვირა დღეს იგივე ეკლესიაში ვიყავი, იგივე სკამზე ვიჯექი და იგივე პასტორს უსმენდი, რომელიც ქადაგების იგივე სერიას მიყვებოდა, მაგრამ იმ დილით ყველაფერი განსხვავებული იყო.
ზეცა გაიხსნა და გაოცებული დავრჩი იმ გამოცხადებით, რომელიც ღმერთმა ჩემი პასტორის სწავლების მეშვეობით მომცა. ლამის ავდირდი, მიკვირდა, რამდენი დავკარგე გასული 6 თვის განმავლობაში იმ ძალაუფლებისადმი ცუდი დამოკიდებულების გამო, რომლის ქვეშაც ღმერთმა დამაყენა. ჩემთვის კარგად არ ჩაიარა გასულმა 6 თვემ, რადგან პასტორისა და ეკლესიაში საქმეების წარმართვის გზებისადმი კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და მონდომებაც მაგლდა. როცა ჩვენი ზემდგომი ღვთისგან გადაცემული ძალაუფლების დაქვემდებარებას უხალისოდ ვეკიდებით, უზენაეს ძალაუფლებას ვეწინააღმდეგებით, რადგან ისინი უფალმა დააყენა. ღმერთს სურს, რომ თავისუფლად გავიხაროთ და სარგებელი მივიღოთ საბანკეტო სუფრიდან, რომელსაც მის მიერ დაყენებული ხალხის მეშვეობით გვიმზადებს. მორჩილება ძალაუფლების მიმართ ჩვენს გამოხმაურებას უკავშირდება მოქმედების მეშვეობით, ხოლო დაქვემდებარება, ანუ მონდომება, მის მიმართ შინაგანში არსებულ დამოკიდებულებას გულისხმობს. ზუსტად აქ ცდება უმეტესი ჩვენგანი. ღმერთი ხედავს როგორც გარეგნულ მორჩილებას, ასევე გულში დაფარულ დამოკიდებულებას. დავითმა ამ სიტყვებით მიმართა თავის ძეს, სოლომონს, როცა ტახტი გადაულოცა. შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამე თუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. პირველი ნეშტთა 22 თავის მე-9 მუხლი. სწორედ ამ მიზეზის გამო შეგვაგონებს ებრაელთა წერილის ავტორი, რომ დავემორჩილოთ და გულით დავექვემდებაროთ. როცა პავლემ თქვა, ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას, მორჩილება შინაგანი თანხმობის დამოკიდებულებასთან იყო შერწყმული. შინაგანი დაქვემდებარება, მაგრამ არა მორჩილება. მოდით გამოვიკვლიოთ ებრაელთა წერილის ავტორის სიტყვები. ოღონდ სხვა თარგმანის გამოყენებით, დაემორჩილეთ თქვენს წინამძღოლებს და დაექვემდებარეთ მათ ძალაუფლებას. თვალსაჩინო მაგალითი გაჩვენეთ, როგორია მორჩილება, როცა შინაგანი დამოკიდებულებებით არ ექვემდებარები. ახლა უნდა ვთქვა, რომ საპირისპიროც ჭეშმარიტია. შესაძლოა მორჩილება გვინდოდეს, მაგრამ რეალურად არ ვემორჩილებოდეთ. კარგი მაგალითი იქნება იესოს იგავი 2 ძის შესახებ, რომელიც მესამე თავში განვიხილეთ. ერთ ძეს შინაგანი სურვილი ჰქონდა. დიახ, ბატონო, წავალ და ვიმუშავებ ვენახში. თუმცა აღარ წავიდა. იესომ ნათლად გამოხატა, რომ მან მამის ნება არ შეასრულა, თუმცა ამის დიდი სურვილი ჰქონდა და გონებრივად დაეთანხმა თხოვნას. ასე ხშირად ხდება თანამედროვე ეკლესიებში. დიადი ზრახვები, თანხმობა და ღიმილი გვაქვს ძალაუფლებაში მყოფთა მიმართ. ამას გავაკეთებ. შემდეგ მივდივართ და არაფერს ვაკეთებთ. რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ამას დახვეწილ ამბოხებას უწოდებ. ნუ მოტყუვდებით. დახვეწილი ამბოხება ისეთივე მომაკვდინებელია, როგორც აშკარა ამბოხება შესაბამისი დამოკიდებულებებით. არც ერთი არ გახლავთ პატივდებული ღვთის სამეფოში. იესოს საინტერესო სიტყვები გამოცხადების ეკლესიების მიმართ ამას ადასტურებს. ის თითოეულ ეკლესიას ესალმება. ვიცი შენი საქმეები. გამოცხადების 2 და 3 თავი. ეკლესიებს კარგი განზრახვა ჰქონდათ და ერთ-ერთი თავის თავს ცოცხალსაც კი უწოდებდა, მაგრამ იესომ თქვა, რომ მკვდარი იყო დაუმორჩილებლობის გამო. გაიხსენეთ, რომ იგი ყველას თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს. რომელთა 2 თავის მე-6 მუხლი. კეთილი ზრახვები ღვთისსამშავროს წინაშე მხედველობაში არ იქნება მიღებული. მხოლოდ ნამდვილი რწმენა გაძლებს, რომელიც მორჩილების საქმეებითაა გამყარებული. სად უნდა გავავლოთ სხვარი? ღვთისმცნებაში ისევ ვკითხულობთ, დაემორჩილე შენს მმართველებს და დაექვემდებარე მათ. როგორც თავდაპირველად განვაცხადე, ადამიანების სრული გულწრფელობით მეკითხებიან, სად უნდა გავავლოთ სხვარი? ღმერთი ჩვენგან მმართველების სრულ მორჩილებას ელოდება მიუხედავად მათი მოთხოვნის რაობისა. რა უნდა ვქნა თუ ისეთი რამის გაკეთებას მომთხოვს, რასაც ცოდვა ჰქვია? ბიბლია ძალაუფლების უპირობო მორჩილებაზე ასწავლის. გახსოვდეთ, დაქვემდებარებას საქმე აქვს გულის დამოკიდებულებასთან, ხოლო მორჩილება არის ნათქვამის ამებრ მოქცევა. ერთადერთი შემთხვევა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ერთადერთი გამონაკლისია, როცა ძალაუფლებას არ ვემორჩილებით. გახლავთ ისეთი მოთხოვნა ზემდგომებისგან, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მორჩილებისგან მხოლოდ მაშინ ვთავისუფლდებით, როცა წინამძღოლები ცოდვისკენ გვიბიძგებენ. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი გვმართებს თავმდაბლობისა და დაქვემდებარების დამოკიდებულების შენარჩუნება. ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი სასტიკი ადამიანი იყო და ისრაელის მრავალი შვილი და მათი სამშობლო გაანადგურა. ამის მიუხედავად ღმერთი მას ჩემს მსახურს უწოდებს. იერემიას 25 თავის მე-9 მუხლი, 27 თავის მე-5 მუხლიდან მე-7 მუხლის ჩათვლით. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ღმერთია ერთადერთი, ვინც ადამიანს ძალაუფლებას აძლევს. მეფემ ღვთისერის ნატამალი ბაბილონში დაატყვევა. მათ შორის იყვნენ დანიელი, შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. ამ მეფემ ბრძანა, რომ ყველაერი უნდა დამხობილიყო ოქროს კერპის წინაშე და თაყვანი ეცა მისთვის, როცა მუსიკალური ინსტრუმენტების ხმას გაიგონებდნენ. მოწინააღმდეგეებისთვის ბრძანება გარკვეულ შედეგებს ითვალისწინებდა. მათ გახურებულ ღუმელში ჩაყრიდნენ. ებრაელ კაცებს ღვთის უფრო ეშინოდათ ვიდრე ღუმლის, ამიტომ ბრძანებას არ დაემორჩილინენ. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ღვთის მეორე მცნებას, რომელიც მოსეს მეშვეობით თორაში ჩაიწერა. მათ უარი თქვეს ადამიანის დადგენილებაზე, რომ ღვთის სიტყვა დაეცვათ. მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ მათი დაუმორჩილებლობის ამბავი მეფე ნაბუქოდონოსორის ყურამდე მივიდოდა. ის განრისხდა შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე და დასაკითხად გამოიძახა. მოусმინეთ მათ პასუხს. მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ. დაუთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს. არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ. მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს და ეცნობილი იყოს შენთვის, მეფევ, რომ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს. დანიელის მე-3 თავის მე-16 მუხლიდან მე-18 მუხლის ჩათვლით. ისინი მტკიცედ იდგნენ ღვთისმცნების მორჩილებაში, თუმცა მეფეს პატივისცემით ელაპარაკნენ. მას მეფე უწოდეს და არ უთქვამთ, „ეი, შეარამზადა, არასოდეს მოვიქცევი ისე, როგორც ამბობ“. ასეთი უპატივცემულობა ამბოხების ტოლფასი იქნებოდა. ძალაუფლებას მაინც უნდა დავექვემდებაროთ, თუნდაც მის ბრძანებას არ ვემორჩილებოდეთ. ამას ცოლების მიმართ პეტრეს მითითებაში ვხედავთ. ასევე თქვენ ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით. იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას. 1 პეტრეს მე-3 თავის 1 და მე-2 მუხლი. ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს. ტიტეს მე-2 თავის მე-5 მუხლი. და ამავდროულად პატივისცეს დაქვემდებარებულების დამოკიდებულებით. პეტრემ ისევ გაავლო პარალელი ქცევასა და დამოკიდებულებას შორის. შემდეგ ეს ორი წმიდა და მოკრძალებული ცხოვრების წესთან არის შეწყვილებული. ცოლს არ იგებენ, რომ შეინარჩუნოს მოკრძალების დამოკიდებულება ქმრის ძალაუფლების პოზიციის მიმართ, თუნდაც ის მორწმუნე არ იყოს. ქალს არ მოეთხოვება უპირობო მორჩილება, როცა მას ცოდვის ჩადენას თხოვენ, მაგრამ მოწოდებულია ქმრის ძალაუფლების უპირობო დაქვემდებარებისა და პატივისცემისკენ. შესაძლო მაგალითია მორწმუნე ცოლი, რომელიც სატელეფონო ზარს პასუხობს, მაგრამ მის ქმარს არ სურს იმ ადამიანთან საუბარი და ქალს ეუბნება. უთხარი მას, რომ აქ არ ვარ. შესაფერისი პასუხი იქნებოდა. ძვირფასო, მე ტყუილის თქმას არ ვაპირებ. ხომ არ სჯობს ვუთხრა, რომ არ გცალია და თავად გადაურეკავ, ან ახლა სატელეფონო ზარს ვერ უპასუხებ. ასე ქალი ძალაუფლების პოზიციისადმი მოკრძალებას შეინარჩუნებს, მაგრამ არ დაემორჩილება სიცრუის თქმის თხოვნას. პეტრე განაგრძობს, ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა და ჩაცმულობაში, არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე. ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღვთის მოიმედე წმინდა ცოლები. ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს, როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს. მისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაგრთობთ. 1 პეტრეს მე-3 თავის მე-3 მუხლიდან მე-6 მუხლის ჩათვლით. სარას მოკრძალება ცხადი გახდა აბრაჰამის, როგორც მისი ბატონის პატივისცემით და მორჩილებით. ბატონი მის დაქვემდებარებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებდა.
ხოლო მორჩილებამ აჩვენა, რომ მას შიში არ ჰქონდა. შიში საშინელი ზედამხედველია. შიში ასე ამბობს: ღმერთს ვერ ვენდობი ჩემი ქმრის ან ნებისმიერი ძალაუფლების დაქვემდებარებაში. ჩემი თავი უნდა დავიცვა. გავიხსენოთ, რომ ვიღაც ძალაუფლებას მოწყურებულმა ტირანმა კი არ მიგითითათ მორჩილებაზე, არამედ ღმერთმა. როცა მას ვემორჩილებით, მისი მფარველობა ჩვენზეა. ბრძანების გაუკუღმართება. ვნაღვლიანდები, როცა ვისმენ ისტორიებს ქალებზე, რომლებმაც უპირობო დაქვემდებარების მცნება აიღეს და მასში უპირობო მორჩილებაც მოიაზრეს. მსმენია ამბები, როცა მორწმუნე ქმრები თავიანთი ცოლებისგან უხამსი ვიდეოების ყურებას მოითხოვდნენ სექსუალური გართობის მიზნით და ცოლები ემორჩილებოდნენ, რადგან არ იცოდნენ შესაბამისი ბიბლიური რესურსის არსებობის შესახებ. ვიცნობ ქმრებს, რომლებიც ცოლებს უპატიოსნო საქციელისკენ უბიძგებდნენ, რომ სარგებელი ენახათ და ისინიც ემორჩილებოდნენ. გამიგია ქმრებზე, რომლებიც ცოლებს საეკლესიო მსახურებებზე დასწრებას უკრძალავდნენ და ცოლებიც წყვეტდნენ სიარულს. ასეთი მითითებების დამორჩილება არ ეგების, რადგან წმინდა წერილს ეწინააღმდეგება. მოდით კიდევ უფრო შორს წავიდეთ. ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა ქმრები თავიანთ ცოლ-შვილს სცემდნენ და ცოლები ამ ძალადობას მალავდნენ. სხვა შემთხვევებში ბავშვებთან სექსუალურ უხამსობას ჩადიოდნენ და ცოლები არაფერს აკეთებდნენ. ეს გახლავთ ყოველი პუნქტის უგულებელყოფა, რომლებზეც ღმერთმა ძალაუფლება დააფუძნა. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ქალებმა უნდა გაიაზრონ, რომ ღმერთი მათგან არასოდეს ითხოვდა უკან დახევას და უმოქმედოდ ყოფნას. თუ ქმარი სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებაშია შემჩნეული, ცოლი და შვილები მისგან უნდა გამოცალკევდნენ და არ უნდა დაუბრუნდნენ, სანამ მის სრულ მონანიებაში არ დარწმუნდებიან. დავითიც კი, მეომარი და ძლიერი ადამიანი, არ დარჩენილა საულის გარემოცვაში, რომლის შუბსაც 1-2 გადაურჩა. იგი წავიდა და უდაბნოში ცხოვრობდა, თუმცა არასოდეს დაუკარგავს საულის ძალაუფლების მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება. მის მიმართ დავითის დაქვემდებარება არ შეწყვეტილა, თუმცა საულის სიახლოვეს ყოფნას გაერიდა და ელოდებოდა, როდის დადგებოდა მონანიების ან ღვთის სამართლიანი სასჯელის დრო. ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც შეწოდების ბრძანებას არ ემორჩილება. არსებობს სხვა შემთხვევებიც, როცა ადამიანები ძალაუფლებას არ ემორჩილებოდნენ. ფარაონმა ებრაელ ბებია-ქალებს ახალდაბადებული ვაჟების მოკვლა დაავალა, როცა ისინი ებრაელ ქალებს ამშობიარებდნენ. თუმცა ბიბლია ამბობს, ღვთისმოშიშნი იყვნენ ბებია-ქალები და არასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას, ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს. გამოსვლის პირველი თავის მე-17 მუხლი. ღმერთს ისე ეამა მათი ღვთისმოშიშება, რომ წერილის თანახმად ააშენა მათი სახლეული. მუხლი 21. უფალმა ისინი მეფის ცოდვილიანი ბრძანების ურჩობისთვის დააჯილდოვა. სინედრიონმა მოწაფეებს უბრძანა, რომ ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ: თვითონ განსაჯეთ, განამართებული იქნება ღვთის წინაშე თქვენ უფრო მოგისმინოთ ვიდრე ღმერთს. ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგისმენია. საქმეთა მე-4 თავის მე-18 მუხლიდან მე-20 მუხლის ჩათვლით. როგორ უნდა დამორჩილებოდნენ იმ წინამძღოლებს, როცა იესომ ასე უთხრა მათ: წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. მათეს მე-16 თავის მე-15 მუხლი. მათ არ შეეძლოთ. სინედრიონმა მოწაფეებს ისეთი რამის გაკეთება უბრძანა, რაც იესოს მცნებას ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ მათ პატივისცემით თქვეს უარი. მოусმინეთ, რას ამბობს წერილი მათი გადაწყვეტილებიდან მომდინარე შედეგზე. მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე. საქმეების მე-4 თავის 33 მუხლი. მათმა ღვთისმოშიშებამ დიდი კურთხევა და ძალა მოიტანა. მოწაფეთა მხრიდან პატივისცემის დამოკიდებულებას ვხედავდი პავლეს პასუხში იგივე სინედრიონის წინაშე დგომისას. მისი პირველი თავდასაცავი სიტყვები გახლდათ: ყოველივე შიკეთილი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე დღემდე.
საქმეთა 23 თავის პირველი მუხლი. ამის გაგონებაზე მღვდელმთავარმა ანანიამ პავლესთან ახლოს მდგომებს მისთვის სახეში გარტყმა უბრძანა. მაშინ მოციქულმა თქვა: ღმერთ იქცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო. მანდ იმიტომ ზიხარ, რომ რჯულით განმიკითხო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას. შემდეგ ვკითხულობთ, უთხრეს იქ მდგომებმა, ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხყოფ? უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუქს ნუ იტყვი. საქმეთა 23 თავის მეოთხე და მეხუთე მუხლი. როცა გაიგო, რომ ანანია ძალაუფლებაში მყოფი კაცი იყო, პავლემ თავისი დამოკიდებულება და სიტყვები მოინანია. მოწაფეები არ ემორჩილებოდნენ წერილის საწინააღმდეგო ბრძანებებს, მაგრამ დაქვემდებარებულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ არ არსებობს ძალაუფლება თუ არა ღვთისგან. დანიელის გადაწყვეტილება, რომ დამორჩილებოდა უზენაეს კანონს. დანიელის დროს გამოიცა კანონი, რომ ლომების კერძი გახდებოდა ნებისმიერი ადამიანი თუ მეფის გარდა რომელიმე ღვთის ან კაცის წინაშე სათხოვარით წარდგებოდა. შურიანმა მმართველებმა ეს კანონი დანიელის დასაღუპად მოიგონეს. ცოდვილმა წინამძღოლებმა მეფე დარიოს ხელი მოაწერინეს კანონზე, ხოლო დანიელს არც კი უფიქრია მას დამორჩილებოდა. მან ღვთის მორჩილება არჩია და მეფსალმუნის გეგმას მიჰყვა. საღამოთი, დილით და შუადღით შევევედრები, შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას. 55 ფსალმუნის მე-17 მუხლი. დააკვირდით რა გააკეთა დანიელმა. როცა შეიტყო დანიელმა, რომ ასეთი წერილი დაიბეჭდა, ავიდა თავის სახლში, რომელსაც ღია სარკმლები ჰქონდა იერუსალიმისკენ, სადაც დღეში 3-ჯერ იყრიდა მუხლს, ლოცულობდა და მადლობას სწირავდა თავის ღმერთს, როგორც ამას ადრეც აკეთებდა. დანიელის მე-6 თავის მე-10 მუხლი. დანიელის დაუმორჩილებლობის ამბავი მეფეს აცნობეს და აიძულეს, რომ ეს ერთგული მსახური ლომების ხაროში ჩაეგდო. თუმცა ამ უსამართლობის ფონზე დარიოსის მიმართ მისი პატივისცემა არც შერყეულა. ღმერთმა იხსნა იგი და მშიერ ლომებს პირი დაუკეტა, რომ დანიელს მშვიდად დაეწინა. როცა მეფემ მომხდარი იხილა, დანიელის წინააღმდეგ შეთქმულები ხარბ ლომებს მიუგდო, რომლებმაც ისინი შთანთქეს. შედეგი ყოველთვის სასურველი როდია. ღმერთმა იხსნა ეს წმინდანები, მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდებოდა. ებრაელთა წერილში ვკითხულობთ. სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ. ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, מחვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას, ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება. ებრაელთა მე-11 თავის 35 მუხლიდან 38 მუხლის ჩათვლით. ამ მამაკაცებმა და ქალებმა სასტიკი და უსამართლო მოპყრობა მიიღეს თავიანთ წინამძღოლთაგან, ტერტულიანემ, რომელიც ადრეული ეკლესიის მოძღვარი გახლდათ და ჩვენი წელთაღრიცხვით 140 წლიდან 230 წლამდე ცხოვრობდა, რომაელ წინამძღოლებსა და მოქალაქეებს შეახსენა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდა მათი დევნის შედეგად. მან დაწერა: რაც უფრო მეტად გხოცავთ, მით უფრო მრავლდებით. ქრისტიანის სისხლი დათესილი მარცვალია. აპოლოგია, თავი 50. ნება მომეცით კვლავ გავიმეორო ამ უცნობი რომაელის ნათქვამი, რომელმაც დევნილი მორწმუნეები აღწერა. ისინი თავიანთ ქვეყნებში მკვიდრობენ, როგორც მდგმურები. ხორცში არიან, მაგრამ ხორციელად არ ცხოვრობენ. ისინი სიცოცხლის დღეებს დედამიწაზე ატარებენ, მაგრამ ზეცის მოქალაქეებს წარმოადგენენ. დადგენილ კანონებს ემორჩილებიან, მაგრამ ცხოვრებით ამ კანონებს აღემატებიან. მათ მოძულეებს ერთი მიზეზიც კი არ აქვთ ამ სიძულვილის გასამართლებლად. წერილი დიოგნეტუსს, თავი მე-5. ისინი ემორჩილებოდნენ და ექვემდებარებოდნენ, თუმცა მოკრძალებული და თავმდაბალი ქცევით უბრალო მორჩილებაზე მეტს აკეთებდნენ. გარდა ამისა, როგორც პეტრეს შეგონებაში ვხედავთ, უსამართლო წინამძღოლები შეაფიქრიანა მორწმუნეთა ასეთმა გამოხმაურებამ და ზოგიერთი მათგანი უფალშიც იქნა შეძენილი. ნაცრისფერი ზონა.
არ არსებობს. ხელისუფლება სამოქალაქოა, ოჯახური, ეკლესიური თუ საზოგადოებრივი, ღმერთი მოგვიწოდებს, რომ ჩვენი დამოკიდებულება იყოს დაქვემდებარებული, ხოლო ქმედებებით ვემორჩილებოდეთ მანამ, სანამ არ მოგთხოვენ ცოდვად მიჩნეულის ჩადენას, რაც წმინდა წერილში ნათლად ჩანს. ნება მომეცით ყურადღება გავამახვილო სიტყვაზე ნათლად. ზემოთ განხილულ შემთხვევებში მორწმუნეები არ დამორჩილდნენ ქრისტეს უარყოფის, მკვლელობის, სხვა ღმერთების თაყვანისცემის, ან იესოს მცნების უშუალო დარღვევის ბრძანებებს. აქ არ იყო გაურკვევლობა ან პირადი გადაწყვეტილება. ახლა მოვიყვანოთ ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონის მაგალითი, რომელიც მსახურების შტატში მყოფი ადამიანებისგან მოვისმინე. ჩემმა პასტორმა მითხრა, რომ საოფისე საათებში მორწმუნეებს რჩევა არ უნდა მივცე და არც ვილოცო, მაგრამ ეს არ არის ღვთის სიყვარული, ხოლო ვინც სიყვარულში არ დადის სწოდავს, ამრიგად მე მაინც ჩემებურად გავაკეთებ. ეს გახლავთ ძალაუფლების ქვეშ მყოფი ადამიანების პირადი გადაწყვეტილება. მათ ასე ესმით ეს საკითხი, პასტორი მათ არ სთხოვს ღვთის სიტყვის უარყოფას, უფრო მეტიც, მათ უხდიან იმისთვის, რომ ბეჭდონ, აკინძონ, მონაცემები გადაამუშავონ, ან სხვა ფორმის საქმეები შეასრულონ და ლოცვას არ ავალებენ. არსებითად, ასეთი ადამიანები სუბორდინაციის დარღვევის გამო ქურდობით ამთავრებენ. მათ რომ მართლა ჰქონოდათ სხვებისთვის ლოცვის განზრახვა, პასტორს მათთან დარეკვის ნებართვას სთხოვდნენ მსურველთათვის მოსახერხებელ დროს ან სამსახურის შემდეგ. თუ პასტორს მაინც არ მოსწონს ეს იდეა, შესაძლოა თვლიდეს, რომ მის თანამშრომლებს სათანადო წვრთნა არ გაუვლიათ ადამიანთან კონსულტაციისთვის, რომლებმაც ამ მსახურებას დასახმარებლად მიმართეს. თუ პასტორი არასწორ გადაწყვეტილებას იღებს ხსენებულ საკითხში, ამისთვის ღვთის წინაშე პასუხს აგებს, მაგრამ ეს მის თანამშრომელთა არჩევანს არ ემყარება. ეს გახლავთ ასობით შემთხვევიდან ერთი მაგალითი, თუმცა დედააზრი იგივეა. ძალაუფლებას მხოლოდ მაშინ არ ვემორჩილებით, როცა არსებობს ღვთის სიტყვაში დაწერილის აშკარა დარღვევა. მაინც რჩება კითხვა, რა გავაკეთო, როცა ზემდგომი ისეთი რამის გაკეთებას მთხოვს, რასაც არ ვეთანხმები, ან ისეთ რამეს მავალებს, რაც სრული უგუნურებაა. რა ვქნა თუ ზემდგომი იმის საწინააღმდეგოს გაკეთებას მთხოვს, რაც ლოცვაში მივიღე. ამ კითხვაზე ბიბლიურად დასაბუთებულ პასუხებს მომდევნო თავში განვიხილავთ.